ეს ბანას კათედრალია. საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრი ისტორიულ ტაო-კლარჯეთში. ეკლესიის დათარიღებისა და სამშენებლო ფენების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ტაძარი აშენდა მე-7 საუკუნეში და მე-9 ან მე-10 საუკუნის დასაწყისში განახლდა. ბანაში აკურთხეს მეფე ბაგრატ მეოთხე. 1022 წელს კი აქვე მან ჯვარი დაიწერა ბიზანტიის იმპერატორ რომანოს მესამე არგიროსის ძმისწულ ელენეზე. ბანა პირველი ეკლესიაა, რომელიც ტაო-კლარჯეთში ვნახეთ და წარმოუდგენლად ლამაზი არის. იმხელა მასშტაბებით არის, რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მონასტერი იყო აქ. შეგრძნებები რაღაცა გარეული მაქვს. თითქოს ჩვენ ქვეყანაში ჯავახეთში ვარ, მაგრამ თან არ ვარ. თითქოს რაღაცა დარჩენა მინდოდა აქ ვერ დავჭი გამოფრთხილეს გუშინდელი ამბები გემახსოვრებათ, რომ არ შეიძლება და აქ ოქროს მოპოვებაც ხდება და მაგასაც უშლიან და მოსახლეობა მოკლედ ცდილობს რომ აქ არ დარჩეს ხალხი. მაგრამ რო ამოხვალ იმდენად შთამბეჭდავი არის, რომ არ ვიცი რა. თან სევდა არის ცოტა, თან შთამბეჭდავი არის. თან სიამაყე არის, თან ბევრი ემოცია ერევა ერთმანეთში. ნანგრევების ფოტო აუტვით AI-ის და ვთხოვე რომ აღედგინა დაახლოებით როგორი იქნებოდა 10 საუკუნის წინ ჩვენი ბანა და ესეთი აღმოჩნდა. ეხლა პირველ დრონი უნდა ავაფრინო და სულ შეგრძნება მაქვს ხოლმე თითქოს ამ ადგილს ვაცოცხლებ და რაღაცა სულივით დავფრინავ, ასე რომ ეხლა ვნახოთ ეს კადრები.